გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ეს არის ბოლო სიტყვა, ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავა, თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან. თუ პრაღაში ხარ, ამჯერად ვიცი რომ პრაღაში ხარ, თუმცა შენ ხო ბაზირებული ხარ ბრიუსელში და ამიტომ იყოს ესე. თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან ერთად ჟღერს ხოლმე რაღაცნაირად. ევროკავშირიდან და ნატოდან ეს უნდა. ია მეურმიშვილი დღეს ის განსაკუთრებული დღე გვაქვს, როდესაც ჩვენთან ერთად არის სამწუხაროდ ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე რომ ია 100%-ით იყოს ჩართული, მაგრამ ამ მცირე დროსაც ვეცდებით რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ია რამდენიმე დღის წინ იყო კიევში ჩასული. ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ რუსეთ-უკრაინის ომის. შემდეგ ამ თემას გავშლით კიდევ ცხადია. რაღაცნაირად მგონია ესეთი განცდა მაქვს რომ გარდამტეხი ეტაპია. ერთ მხარეს ჩვენ ვადევნებთ თვალს ტექნოლოგიურ ბუმს და სამხედრო მრეწველობის აბსოლუტურად სხვა ტემპში განვითარებას უკრაინის მხარეს და პარტნიორების მხარდაჭერით. ამავდროულად ჩვენ წინა ეპიზოდშიც საუბრობდით იმაზე რომ 90 მილიარდიანი სესხის საკითხი გადაწყვეტილი არის და თან ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად წუწუნს, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, პუტინის ბოლო განცხადებებს თუ თვალს გადავალ ეკონომიკური მათი მდგომარეობის შესახებ. ბევრია სასაუბრო უკრაინაზე და საუკეთესო გზა იმის რომ იქ არსებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ უშუალოდ იქ ყოფნა, ამიტომ მე დროს აღარ წაგართმევ, მოგვიყევი ბოლო შენი უკრაინაში ვიზიტის ამბავი, ასე ვთქვათ, მანამდე ვიდრე დაიწყებს ია თხრობას, მოგიწოდებთ გამოიწეროთ არხი და კომენტაროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, მოიწონოთ აუცილებლად რომ ალგორითმს უკარნახოთ, რომ ეს კარგი პროექტია. ჩვენი აზრით ეს ძალიან უნიკალური პროექტია, ფაქტობრივად ძალიან გლობალზე ვართ, ხო გასული, ხან ისრაელი, ხან ეხლა ცოტა ხანში პოლონეთი დაგვემატება, რატი იქ უკვე ბაზირებულია, ამაზე შემდეგ ეპიზოდში უფრო მეც თავად გვეტყვის. საზოგადოების ნაწილმა უკვე იცის და პრინციპში ესაც ვახსენოთ. დიდი მადლობა ბოლოს კავკასიას აუცილებლად, რომელიც გვითმობს ეთერს, ჩვენ პოდკასტებს ათავსებს ეთერში და ვინც კავკასიაზე გვიყურებთ, იცოდეთ რომ ჩვენ YouTube პოდკასტი ვართ. ეს არის ბოლო სიტყვა და მოგძებნეთ სწორედ ამ დასახელებით YouTube-ზე. სალამი კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. დავიწყო ხო? კი. მიხარია ძალიან თქვენი დანახვა და ძალიან წუხარ რომ ისე ხშირად ვერ გიერთდებით როგორც ვისურვებდი. მაგრამ კარგი სიახლეებით შემოგიერთდებით ხოლმე, მეცდები ყოველ შემთხვევაში. უკრაინიდან ამჯერად მე პირადად ძალიან ესეთი უფრო მეტად ოპტიმიზმი დავინახე ვიდრე პესიმიზმი, რაც ამ ზამთარშიც ვეყავი უკრაინაში. მაშინ ჯერ ისევ სერიოზული პრობლემები ჰქონდა ქვეყანას ელექტროენერგიასთან, უფრო ინტენსიური იყო რუსეთის ზაბომბები დიდი ქალაქების წინააღმდეგ. ახლაც არის ინტენსიური, თუმცა მაგალითად მე იქ რომ ვიყავი, ამჯერად მხოლოდ ერთ ღამეს იყო კიევში. საჰაერო განგაში დანარჩენი დღეები არ ყოფილა დაბომბვა. ყოველ შემთხვევაში იქ სადაც ჩვენ ვიყავით. თებერვალში განსხვავება ძალიან იბომბებოდა მაშინ, ახლა წესია. ან დაბომბებზე რომ არ გავაგრძელოთ, საბოლოო ჯამში ესეთი განცდა დამრჩა, რომ გაზაფხულის მოახლოება ეს თუ უკრაინის ეს რაღაც ტექნოლოგიური დაწინაურება, რაც შენ აღნიშნე ახლა, ბექა, თუ რამე სხვა ატმოსფერო არის ესეთი საგრძნობლად განსხვავება. ფრონტიც ალბათია, იმიტომ რომ ფრონტის ხაზზე ვერ მიიწევს რუსეთი წინ მიუხედავად იმისა, რომ ისევ ხმაურიანი ანონსები ქონდათ გაზაფხულის კამპანიაზე, ვერაფერი შედეგი ვერ დადეს და პირიქით პატარა ტაქტიკურ კონტრშეტევებს ხედავთ ბოდიში ჩანართისთვის, უბრალოდ ეგეც მნიშვნელოვანი დეტალია. ფრონტიც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც თქვი ახლა შენ, ზოგიერთი მონაცემით რუსეთმა იმაზე ნაკლებით წაიწია წინ, ვიდრე უკრაინამ უკან დაიბრუნა ტერიტორიები. ამ ზამთარს ყოველ შემთხვევაში ამ გაზაფხულის იერიშზე ასეთი ინფორმაცია. ასევე რუსეთი ერთი რაც გააკეთეს ფრონტის ხაზზე უკრაინელებმა არის ის, რომ შექმნილია დაახლოებით სხვადასხვა ეს არის რადიუს თუ ზომას ამ ეგრეთ წოდებული დრონების კედლისას სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვანაირად აფასებს, იქ 30-15 კილომეტრიდან 10 კილომეტრამდე მერყეობს ეს
პერიმეტრი თუ რაღაცა სიღრმე თუ ხაზი ფრონტის ხაზთან, რომლის გარღვევაც ძალიან უჭირთ რუსებს, ფაქტიურად წარმოუდგენელია პატარა ზომის ძალით და განსაკუთრებით ინდივიდუალური ესეთი სუსტი წერტილების მოსანახად ის ტაქტიკა, რაც რუსებს აქვთ, რომ ინდივიდუალურ ან ძალიან პატარა ჯგუფებს უშვებენ იმისთვის, რომ მოსინჯონ რამდენად სუსტია საზღვრის ფრონტის ხაზის რომელიმე წერტილი უკრაინელების მხრიდან. ახლა ამას ვეღარ აკეთებენ და ძალიან დიდი ძალა სჭირდებათ და დიდი მსხვერპლე სჭირდებათ იმისთვის, რომ ცოტათი მაინც წინ წაეწიონ. ამ ზონას უწოდებენ ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ზონას, kill zones, სადაც ფაქტიურად გაყინულია ახლა სიტუაცია ფრონტის ხაზი არის აბსოლუტურად. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ადგილზე, სადაც უკრაინელებს ძალიან მყარი პოზიციები აქვთ, ფრონტის ხაზი წინ აღარ მიიწევს. ამასთან იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წითელ არმიას 4 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ბერლინში ჩასულიყო და რუსეთის არმია დღეს დონბასის საზღვრამდეც კი არ არის მისული, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი მსხვერპლია დაახლოებით 1.3 მილიონიდან 1.5 მილიონამდე არის საუბარი, რომ რუსებს ყავთ როგორც დაღუპული, ასევე დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცები. ასევე გაიზარდა როგორც ინფორმაცია ვრცელდება გადასახადი, რომელსაც რუსეთის მთავრობა უხდის ადამიანებს, რომლებიც მიდიან უკრაინაში ბრძოლისთვის, საბრძოლველად, ეს იყო თავიდან ისეთი მცირე ოდენობაც კი იყო, როგორც $5,000 მაგალითად და ახლა არის საუბარი, რომ ზოგიერთი დიდი ქალაქებიდან დაახლოებით $45,000 უხდის მთავრობა ადამიანს იმისთვის, რომ წავიდეს ჯარში. ესაც მიანიშნებს იმაზე, რამდენად უჭირს რუსეთს უკვე ჯარისკაცების მობილიზება. უკრაინელების ინფორმაციით მათ ისინი უფრო მეტ რუს ჯარისკაცს აუვნებელ ყოფენ ბრძოლის ველზე, ვიდრე რუსეთს შეუძლია რომ გაიწვიოს თუ მიიწვიოს ჯარში, ანუ ვიდრე შეიერთოს ჯარში ახალი ჯარისკაცები. ესაც მნიშვნელოვანია და ნუ რა თქმა უნდა იქ რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ, ნავთობ შესანახ, ზოგადად ნავთობის და ენერგო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, გააქტიურდა. უკრაინამ თვითონ შეიმუშავა უკვე გრძელი რადიუსის, ძირითადად მაინც დრონები, თუმცა არის რაღაცა იმედებს მაინც ამყარებენ ამ ფლამინგოს რაკეტაზე, რომელიც იმაზე გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე ის შეიარაღება, რასაც დღეს დასავლეთი აწვდის უკრაინას და გაცილებით უფრო მძლავრია, ანუ უფრო დიდი payload-ი თუ ასაფეთქებელი ნივთიერება. უფრო დიდი ხო. და ამასაც საკმაოდ ისე იმედიანად უყურებენ. არაერთმა ადამიანმა როგორც ჟურნალისტებმა, ასევე რამდენიმე ესეთი შეხვედრა მქონდა უშუალოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ადამიანები ამბობენ, რომ რაღაცნაირად იმედი აქვთ, რომ წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება. არ არის აქ საუბარი გრძელვადიან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ერთგვარად არც ომის დამთავრებაზეა საუბარი. ისინი ამბობენ, რომ წელს ელოდებიან უკრაინის პოზიციების გაძლიერებასთან ერთად, წელს ელოდებიან იმას, რომ თუნდაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იქნება და შემდეგ ანალიტიკოსები იმას ამბობენ, რომ სავარაუდოდ რუსეთი მიდის იქამდე ამ ტრაექტორიით თუ გაგრძელდა ყველაფერი, მიდის იქამდე, რომ თვითონ რუსეთს მოუნდება ცეცხლის შეწყვეტა, იმიტომ რომ როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, ასევე რაღაც სოციალურად ძალიან უჭირს, გაუჭირდება კრემლს ამ ომის გაგრძელება და როცა როგორც კი რუსეთი ამას მოინდომებს, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ამ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლოა ეს არ იყოს რაღაც ოფიციალურად გაფორმებული რაღაცა შეთანხმება ხელმოწერებით და წინასწარი მოლაპარაკებებით და მოლოდინი არის, რომ შემდეგ ესეთი შეთანხმება გაგრძელდება, თქვათ, 2 კვირით კიდე გადაივადებს, შემდეგ 1 თვით გადაივადებს და საბოლოო ჯამში ეს ომი გადავა ფაზაში, როცა მხარეებს არ აქვთ
რეალურად არანაირი შეთანხმება, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ისეთი ინტენსიური არ იქნება. 2027 წელს უკვე ფიქრობენ, რომ ომი დამთავრდება, ამას თითქმის ყოველ წელს რაღაცნაირად ყოველ წელს ვამბობთ ხოლმე, რომ მომავალი წელი იქნება ომის დამთავრების წელი, მაგრამ წელს რაღაცნაირად აი ამჯერად მე პირადად ძალიან ისეთი იმედმოცემული დავბრუნდი. ეს გრძნობა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგაც დაგრჩა? ადმინისტრაციას ძალიან ეს არის საინტერესოა. ადმინისტრაციაში ვფიქრობ რაღაცა ახალი ენერგია შეინიშნება, მას შემდეგ რაც ბუდანოვი გახდა ადმინისტრაციის უფროსი, მოგეხსენებათ იერმაკი აღარ არის და ის ჩაანაცვლა ბუდანოვა და ასევე თავდაცვის მინისტრიც არის ახალი, რომელიც ფიოდოროვი, რომელმაც ბუდანოვის პოზიცია დაიკავა და თვითონ შიგნით მოხდა გადაადგილება არაერთი ადამიანის და ამჯერად რაც იგრძნობა ძალიან არის ის, რომ თითქოს ბუდანოვიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მხარე ჩართოს. იქ მოლაპარაკებები, თქვათ, რეკონსტრუქციისთვის მომზადება, უშუალოდ შიგნით შიდა პოლიტიკური მოთამაშეები, აი იქნება მაგაზეც გითხრათ ცოტა მეტი, იმიტომ რომ არის საუბარი, რომ ბუდანოვი ძალიან ბუდანოვს აქვს ხშირი შეხვედრები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, რაც ბოლო ომის პერიოდში იყო პრაქტიკულად მკვდარი ხო შიდა პოლიტიკა და აი ესეც საინტერესოა შენი თვალით დანახული. ბუდანოვა მაგალითად ეს ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი რაც იმას ამყარებს ახლა გიორგი რაც ჩვენ თქვი ის არის რომ შეკრიბა როგორც უკრაინელი ასევე სხვა საერთაშორისო ჯგუფი ადამიანებისა რომლებიც იმუშავებენ რაღაც ესეთ სამოქმედო ჯგუფი თუ სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლონეთში დაგეგმილი recovery როგორ არის უკრაინის აღდგენის კონფერენციისთვის გააკეთებს მოსამზადებელ სამუშაოებს, შექმნის რაღაცა დღის წესრიგს, ან დაეხმარება იმ პროცესს და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს მაგალითად კლიმკინი, რომელიც იყო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ზელენსკის მთავრობამ აუკრძალა მაგალითად ქვეყნის დატოვება. ანუ რაღაც ისეთი რისკიან ფიგურად იყო მიჩნეული, მაგრამ და არ სხვათა შორის მანამდე არ ქონდა არანაირი მას ის უბრალოდ ლექციებს კითხულობდა და რომელიღაც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. დღეს ახლა უკვე უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს უწევს კოორდინაციას. ასეთი მაგალითები არაერთია, უბრალოდ კლიმკინი ერთ-ერთი ესეთი უფრო მეტად ცნობილი სახეა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ძალიან ესეთი ყურადღება მისაქცევი ამბავია ეს. ეს ვფიქრობ იგრძნობა ქვეყანაში, რაღაცნაირად თითქოს ამ კორუფციაზე ლაპარაკიც იმის გამო, რომ ესე შეიცვალა რაღაცა ერთგვარი კარუსელიც დატრიალდა, გადახალისდა, ხო? ამის გამო აი ეს კორუფციაზე აქამდე რაც გესმოდა ის, რომ ყველა შეწუხებული იყო და რაღაცა ყველა ამბობდა იმას, რომ ზედაპირზე არ ჩანს ის, რაც ქვეშ ხდება, ესეთი განცდა ამჯერად მე ყოველ შემთხვევაში არ დამრჩენია და შესაძლოა რაღაცა შიგნითაც შეძლო ამ პროცესებმა, ამ გადახალისებამ რაღაცა ხალხისთვის რაღაცა პერსპექტივის შეცვლა, როგორც სახელმწიფოზე, ასევე ომზე, ხო? ია, ვიდრე გახვალ. თამარ კნიდი. ხო, ერთადერთი მაინტერესებს აი ხალხთან კომუნიკაციაში თუ იგრძნობა ასეთივე რაღაცა ახალი სუნთქვა და იმედი თუ აქვთ მათ რომ აი მართლა ამდენი წელია უკვე იწელება და ყველაზე უფრო მეტი დარტყმის ქვეშ და სტრესის ქვეშ უბრალო ადამიანები არიან. ხო, ესე მართალი გითხრა, ხო ესეთი აქტიური შეხვედრა უშუალოდ ესეთი საზოგადოების რაღაცა ბევრი შრის წარმომადგენელთან არ მქონია, მაგრამ ის ვისთანაც მქონდა საუბარი, იგივე საზოგადოების წევრები არიან. ხალხს ეტყობა ის, რომ
ძალიან მძიმეა ეს ომი, ძალიან დაიღალა ბევრი ადამიანი. უკრაინის მსხვერპლზე აქტიურად არავინ საუბრობს, მაგრამ ის რომ ყოველ ნაბიჯზე გვხდება ვიღაცა ვისი ან მეგობარიც ან ოჯახის წევრიც ან იბრძვის ან დაიღუპა, ეს მაინც იგრძნობა. ანუ ეს ომით დაღლა და აი ომის ტრაგედიის შეგრძნება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არსად წასულა და ვფიქრობ, კარგი დიდი ხანი კიდევ არსად წავა. კიევში ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ძალიან ბევრი ვეტერანი ფეხით სიარულის დროს ძალიან ბევრი ვეტერანი გვხდება და ნუ ხვდები რომ ვეტერანები არიან, იმიტომ რომ შეიძლება ამპუტირებული ქონდეს ან ერთი ხე, ან ერთი კიდური ან რამდენიმე კიდური. ეს ძალიან ესე მარტივად დასანახია ქუჩაში, როცა დადიხარ და ნუ ეს მეორე მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ის მსხვერპლი, რასაც უკრაინული საზოგადოება იღებს ყოველდღიურად ამ ომში, საკმაოდ მძიმე ტვირთია და მძიმე დააწევს მაინც საზოგადოებას კი. ერთი კითხვა მქონდა მობილიზაციასთან დაკავშირებით, კი შენ ერთის მხრივ საუბრე, რომ შესაძლოა რაღაც შეთანხმებისკენ წავიდეს პროცესი ისევ და ისევ რუსეთის გამოფიტვიდან გამომდინარე, თუმცა ნუ ამაზე ბევრი საუბარი და მსჯელობა მიდის. იგივე ინტერნეტის ბლოკირება, ეს ტელეგრამის ამბები და ამ შემდეგ ბევრი თავად რუსი სამხედრო მიმოხილველებიც კი საუბრობენ და ამაზე აქცენტს აკეთებენ, რომ სად მიდის ეს პროცესი, იქნება თუ არა იგივე ახალი მობილიზაციის ტალღა. აი ამ თემაზე რამდენად შეხვდა შენ საუბრები ან რამდენად თქვათ არის ამის მოლოდინი კიევში? რუსეთში მობილიზაციას გულისხმობ. რუსეთში მობილიზაციას გულისხმობ და ახალი ტალღის მცდელობას, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ რესურსით ვერ მიდიან ისინი წინ. არის ამის, ნუ ყველაფერი ასეც ვამბობთ რუსეთთან დაკავშირებით, არის ეკონომიკური ინფორმაცია, არის ის, რასაც რუსეთის მთავრობა აქვეყნებს და რაღაც დამოუკიდებელი შეფასებები არ არსებობს, მონაცემები უბრალოდ არ არსებობს და მობილიზაციაზეც ის, რაც ვიცით ოფიციალური წყაროებიდან, თითქოს და არ აპირებს არაფერს. მაგრამ ვიცით ის, რომ რუსეთს ძალიან სჭირდება განახლება საკუთარი ამ ძალების და იმაზე თუ დავფიქრდებით რამდენად უცნაურად იქცევა ახლა რუსული სახელმწიფო, არა მხოლოდ თქვათ ინტერნეტის გათიშვით, რაც კიდევ ერთხელ როგორც შენ აღნიშნებ, ტელეგრამის გათიშვით, ანუ საინფორმაციო წყაროები არის საზოგადოებისთვის თითქმის ჩაკეტილი. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ თქვათ პუტინი ხშირად ისე ხშირად აღარ ჩნდება საჯაროდ, როგორც აქამდე. ასევე ის, რომ რაღაცა განსაკუთრებული დაცვის მექანიზმები ამუშავებული, როგორც მოსკოვში, ასევე მის სხვადასხვა საცხოვრებელთან იმის გამო რომ მას ძალიან ეშინი. ანუ საბოლოო ჯამში არ ვიცით რა ხდება. ვიცით ის რომ რუსული ეკონომიკა არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და ეს კიდევ ერთხელ გამომდინარე იმ მონაცემებიდან, რომელიც გვაქვს ოფიციალური რუსული მონაცემებიდან. ის რომ მძიმეა სიტუაცია ძალიან კარგად ჩანს ეს თვითონ პუტინიც შეხვდა ამას წინათ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს თუ მინისტრებს ასევე ბიზნეს წარმომადგენლებს და ის განცდა რომ ეკონომიკა ისე კარგად არ მიიწევს წინ როგორც უნდა მიიწევდეს ძალიან კარგად ჩანს და საბოლოო ჯამში ბევრი რამ არ ვიცით რუსეთთან დაკავშირებით პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს და რა თქმა უნდა ცდილობს რომ გადაფაროს ის რაც ხდება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ის რაც ხდება უკრაინასთან დაკავშირებით ის რომ უკრაინა რეალურად დიდ ზიანს აყენებს რუსეთის როგორც ეკონომიკას, ასევე სამხედრო ძალას. ამის გადაფარვას ცდილობენ არა მხოლოდ რუსეთში და რუსული პროპაგანდა, არამედ სხვა პროპაგანდის სხვა წყაროებიც იქნება ეს დასავლეთის ქვეყნებში თუ რეგიონის ქვეყნებში. რაღაცნაირად თითქოს ცდილობენ რომ შეცვალონ ეს რაღაც შეხედულება თუ არ გამყარდეს ეს იმიჯი რუსეთის რომ ის აგებს ომს ან ყოველ შემთხვევაში ვერ იგებს მაინც და ერთი ამ
$90 მილიარდ ვიტყვი სულ რამდენიმეს წინადადებას და სამწუხაროდ მე უნდა გავიდე. $90 მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირმა როგორც ცესხი ესე გამოუყო უკრაინას, ძალიან კარგად იცის ალბათ მაყურებელმა, რომ ამ თანხას ვიქტორ ორბანი ბლოკავდა რუსეთის სანქციებთან ერთად მეოცე პაკეტის სანქციების მეოცე პაკეტის პაკეტს და უკაცრავად პაკეტს და ამ 90 მილიარდ ევროს ბლოკავდა ვიქტორ ორბანი. მას შემდეგ რაც ის დათანხმდა თავდაპირველად დათანხმდა სესხს და მერე უკვე უარი თქვა მის მიცემაზე თანხმობაზე. ახალმა პრემიერმა თუ მომავალმა პრემიერმა გაათავისუფლა მოხსნა ეს ბლოკი და ახლა უკრაინას გამოეყოფა 90 მილიარდი ევრო მომდევნო 2 წლის განმავლობაში. რას ნიშნავს ახლა ეს? დაახლოებით 2/3 ამ თანხის არის გამოყოფილი ჯარზე მთლიანად და თავდაცვის ძალებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცებს ხელფასები გადაეხდებათ, იმას ნიშნავს იმას, რომ სისტემა იქნება დაფინანსებული, რაშიც ასევე, რა თქმა უნდა, იგულისხმება ზოგიერთი ესეთი თვითონ თავდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული ტექნოლოგიური განვითარებები, იქნება ეს, რა ვიცი, ინოვაციები, იქნება რაღაც სხვა დრონების შემუშავება, თანაპროდუქცია თუ ასე შემდეგ. დანარჩენი 1/3 და ეს 2 წლის განმავლობაში. რაც სრულად საკმარისია იმისთვის, რომ შეფერხებების გარეშე გააგრძელოს ამ სისტემებმა მუშაობა. 1/3 იქნება ბევრ სხვადასხვა რაღაცაზეა გამოყოფილი, მაგრამ ასევე იქნება საბიუჯეტო დახმარებაც უკრაინისთვის, რაც უკრაინის ეკონომიკას ამჟამად ძალიან სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ომი თავის არშვება ცხადია და ეკონომიკა ისე სწრაფად ვერ ვითარდება და ასევე ისე სწრაფად ვერ ვითარდება, როგორც მსოფლიო ბანკმა გააკეთა მაგალითად პროგნოზი, რომ განვითარდებოდა უკრაინის ეკონომიკა, ახლა შეამცირა მსოფლიო ბანკმა ეს და აი ეს სესხი ევროკავშირის საბოლოო ჯამში 2 წლის განმავლობაში უკრაინას აძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანას თავდაცვის და საბიუჯეტო პრობლემები არ ქონდეს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა შეძლებს ყველაფრის ყიდვას და დაფინანსებას, რაც ბრძოლის ველისთვის სჭირდება, ომისთვის სჭირდება. თუმცა ძალიან დიდი შვებაა ეს ყველაფერი. და ბოლო ერთი რასაც ვიტყოდი არის ის, რომ დაახლოებით 60-დან 70%-მდე ბრძოლის ველზე საჭიროებებისას უკრაინა აწარმოებს თვითონ შიგნით უკრაინაში. ეს არის ომის დაწყების დროს გათვლა იყო დაახლოებით 5-დან 10%-მდე ხდებოდა ომის საჭიროებების დაკმაყოფილება შიდა წარმოებით და აი 4 წლის შემდეგ ვართ უკვე დაახლოებით 70%-ზე, რაც წარმოუდგენელი პროგრესია ქვეყანა, რომელიც არის უდიდესი ზეწოლის ქვეშ ამხელა სამხედრო მანქანის მხრიდან, როგორიც არის რუსეთი, მაინც უპირატესობას ინარჩუნებს ამ ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, რაც ჩემი აზრით ძალიან საყურადღებო და დასაფასებელია. ია, ძალიან დიდი მადლობა, რა ცხადია, უამრავი კითხვაა დაგხვდა და ძალიან გვაკლი ხარ, იმიტომ რომ ეს შენი მუხტი და ენერგია ხო გჭირდება და იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, ხშირად შევხვდებით კიდე ერთმანეთს, დღეს აქ გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს თვითონ უკრაინაში პოლიტიკური ცხოვრების ტემპი, დუღილის ტემპერატურა როგორია, ჩართულობა როგორია და ეს ძალიან კარგია, რომ ბუდანოვი გააქტიურდა ამ მიმართულებით და გვექნება ალბათ რაღაცა სიახლეები და ჩვენ მაყურებელსაც გაუზიარებთ ამის თაობაზე. ახლა კი ბურთი ესე იგი რჩება პრაღა ბრიუსელს, პრაღას და დიახ და განვაგრძოთ ჩვენ საუბარი. ია, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დროებით როგორი არის მაგალითად ბრიუსელიდან ხედვა ამ თემაზე, ესეც საინტერესო დეტალი იქნება და არ დაგვავიწყდეს ბექა, მე მინდა რომ მე ჩვენ უკრაინის თემაზე რაღაცა რამდენიმე კომენტარი გავაკეთოთ, ოღონდ უშუალოდ რუსეთთან მიმართებით, რაც იამ აღნიშნა, რომ თუკი თავიდან $5,000 იყო, ახლა $45,000 ავიდა და აი იქ რა დამოკიდებულებები არის.
ამ კონტრაქტებზე ეს ძალიან საინტერესო რამ არის და ამაზე ვისაუბროთ აუცილებლად. კი ბატონო, გაწოვის ნაწილი არ დაგვავიწყდეს, ხო და ისე ეს რეპლიკა მინდოდა რომ თქვა წარმოებაზე. ვინმესთვის რომ გეკითხა, როდესაც ომი დაიწყო, რამდენ პროცენტს შეძლებდა უზრუნველყოფას უკრაინა თავისი სამხედრო ინდუსტრიით, ანუ ალბათ სადღაც ჰორიზონტს მიღმაც არ ჩანდა ეგ პერსპექტივა მაშინ, ხო? სამხედრო ინდუსტრია კი არა, მოდი გავიხსენოთ. გადარჩენის ამბავი გავიხსენოთ, ხო, ჩვენ ხო ორივე იქ ვიყავით, ხო, ომის დაწყების პირველივე დღეებში, მე მახსოვს ძალიან მკაფიოდ კრიზისი, ჩაფხუტების, ჯავშანშილეტების, საიდან ჩამოქონდათ, არ იყო საკმარისი, მახსოვს კიევში კლიჩკომ როგორ დაარიგა იარაღი პირდაპირ ხო ჩამოყარა და მოსახლეობას მიზა არანაირი საუბარი იმაზე რაზეც ხა იასაობს 4 წლის თავზე თვითკმარი შესაძლოა ყოფილიყო ხო ნუ ეს იყო მაშინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ხო რაღაც ფანტასტიკის სფერო მაგრამ ფაქტია რომ მეთოდურად ეს ყველა ეს კომბინაცია ანუ საოცრად გარდამტეხია ეხლა რასაც ვადევნებთ თვალს ანუ ერთის მხრივ ეს ფინანსური მხარდაჭერა რაზეც ჩვენ წინა ეპიზოდშიც ვისაუბრეთ ნუ ია არ იყო მაშინ მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით ხო იქ იგივე საბიუჯეტო საჭიროებებს სოციალურ პროგრამებს რაც დასაფინანსებელია ამას ემატება ეს სამხედრო ინდუსტრია ამას ემატება ტექნოლოგიური განვითარება რაც არის ამ დრონებთან მიმართებით ხო ჩვენ ვიცით თუ საუბრობთ 30-35,000 განეიტრალებულ ასე ვთქვათ მოწინააღმდეგეზე ცოცხალ ძალაზე აქედან 80%-ზე მეტი თუ არა 90%-ზე მეტი მოდის დრონებზე აქვე უნდა ვახსენოთ რომ სახმელეთო რობოტიზებულ სისტემებს ძალიან ავითარებენ ისინი იმიტომ რომ უნიკალურ ოპერაციებს ხედავთ არ ვიცი ნახეთ თუ არა კადრები მაგალითად ევაკუაციის ოპერაცია იყო მოხუცი ბებო ხელჯოხებიანი რობოტი შევიდა ფრონტის ხაზზე რაღაც ნაცრისფერ ზონაში სადაც ჩარჩენილი იყო ადამიანი ვერ ახერხებდა გამოსვლა სარისკოა მაგ დროს ახლა ჯარისკაცების შესვლა რობოტებით ატარებენ უკვე ესეთ ტიპის ოპერაციებს და ზელენსკის პირდაპირ ქონდა მოწოდება რომ სახმელეთო კომპონენტი ამ ხრივ უნდა გაძლიერდეს და უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს და ამას ემატება პლუს იგივე ეს გრძელ შორტ დისტანციაზე დარტყმები ბოლო ინფორმაციებს მაგალითად რასაც უყურებდი ტუაფსეს ინფრასტრუქტურა ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს ფაქტობრივად მე რამდენად სალავიოვმა დაუთმო არაერთი ეთერი ტუაფსეს თემას და ნუ მოკლედ იქ რუსეთში აბსოლუტურად ხო ნუ ესეთი განცხადებებია მათ შორის პანიკური და ბრაზიანი და ასე შემდეგ. მოდი თამარს დაუთმო. კი, თამარს შემდეგ გავშალოთ ბოლო ნაწილში. ბრიუსელიდან ეს ხედვა, მერე უნგრეთიდან, იმიტომ რომ მაჯარს ქონდა მგონი გაკეთებული განცხადება რომ მზად არის შეხვდეს ზელენსკის, ისაუბრონ პირისპირ და ეს რაღაცას ახალი ნაბიჯები არის და როგორ ფასდება. მოკლედ სასაუბრო კიდევ გვაქვს, არ გათიშოთ ეს ვიდეო, ან თუ ეთერში უყურებთ კავკასიაზე, გამოყვებით ბოლომდე, იმიტომ რომ ჯერ კი მართლა ძალიან ბევრი თემა არის გადასაფარი და ერთ გადაცემაში რთული არის ხოლმე ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ვეცდებით რომ ყველა აქცენტი დავსვათ. აქვე თუ არ ხართ არხის გამომწერები, ვისარგებლებ ამ პაუზით და მოდით გამოიწერეთ ახლავე თუ ამ დრომდე უყურებთ და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში თქვენ მოსაზრებებსაც ველოდები. აქვე პატარა ანონსით ბოლოსთვის დრო დაგვრჩა. გადაჯაჭულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და ირანის საკითხს აუცილებლად შევეხებით. ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება იქ. ერთ-ერთი თემა, რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის სხვა შორის არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს, რომ დატოვოს ოპეკი და ეს ძალიან მაგრად შეცვლის იქ რაღაცებს. მოკლედ დარჩით ჩვენთან თამარ განვაგრძოთ შენთან საუბარი. ხო, ნუ ევროპას რაც შეეხება, ალბათ მაყურებელმაც ვინც ინტერესდება საგარეო საერთაშორისო საკითხებით, ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც თვალი ადევნა, იყო არაფორმალური სამიტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და სადაც ზუსტად ის საკითხები, რაზეც იასაუბრებდა და ჩვენც წინა გადაცემაში დიდი ადგილი დაუთმეთ ამას, უკრაინასთან მიმართებით ერთიანობამ კვლავ გაიმარჯვა და სწორედ მადიარის თანხმობით განბლოკილი იქნა ის 90 მილიარდი, ამაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, იამ ძალიან კარგად ახსნა. ევროკავშირისთვის ეს იყო ამ ერთიანობის დემონსტრირება, სხვათა შორის ძალიან იგრძნობოდა რაღაც ეს ახალი სუნთქვა უნგრეთის არჩევნების შემდეგ, არ იმყოფებოდა ვიქტორ ორბანი, რომელიც ჯერჯერობით კვლავ არის
ძალაუფლებაში ეს ოფიციალურად, თუმცა ჩვენ ვხედავთ მადიარის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არის ცდელობები თანხების, თქვათ, გატანის ოლიგარქებზე საუბარი და ის მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამაზე და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება უნგრეთიდან და ბევრ ახალ ამბავსაც გავიგებთ. ასევე დღეს მადიარმა დაწერა, რომ ტისა არ დაუჭერს მხარს ეროვნულ ასამბლეაში რაღაც ერთ-ერთ ვიცე-სპიკერათო მგონი თუ არ ვცდები, სიარტოს დასახელებასო ფიდესიდან, ანუ ფიდესი მაინც რაღაცა ეთყობა საკითხებში უკან არიხევს და სიარტოს რაღაც ახალი როლი უნდათ რომ მოუძებნონ და მადიარი წერდა, რომ ადამიანი, რომელიც ფაქტიურად ეროვნულ ინტერესებს ასე ყიდაო, არანაირად მის კანდიდატურას ჩვენ არ დაუჭერთ პარტიაო, ანუ მათ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესთავაზა, რომ სხვა კანდიდატურა დაასახელეთო. გიორგი, შენაც თქვი, ეს ძალიან საინტერესო მომენტია. მომავალი პრემიერ-მინისტრი ივნისის დასაწყისში სთავაზობს ვოლოდიმირ ზელენსკის კონსულტაციებზე, ასე უწერია მას შეხვედრას და ერთ-ერთი მთავარი თემა მას წამოწეული აქვს უნგრეთის უმცირესობების თემაზე ვისაუბროთო. ძალიან საინტერესო იქნება, რა პასუხს გასცემს და შედგება თუ არა ეს შეხვედრა. ხვალ დღეს როდის გავა ჩვენი გადაცემა გააჩნია, მოკლედ 4 შაბათს ბრიუსელში ჩადის მადიარი, სადაც საგანგებო მოლაპარაკებები ექნება ურსულა ფონ დერ ლაიენთან და მის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ არის აი ახლა რომ უკვე ევროკავშირმა განბლოკოს ის არაერთი მილიარდი ევრო, რაც ორბანის გამო უნგრელ ხალხს დაუკავდათ და რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან შედარებით უკან მიდის. ასე რომ ევროკავშირში ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. ამჯერად პოზიტიური შემოტრიალება არის ევროკავშირისთვის უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებითაც, ამ ერთიანობის ჩვენებითაც, უკრაინასთან დაკავშირებითაც ძალიან ისე მყარად არის ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერის მხრივ და პირიქით აი ამ რაც ილაპარაკა ეს არგუმენტები ევროპელ ლიდერებს ძალიან ესე რაღაცნაირად გახარებულად მოჰყავთ და ამ ყველაფერზე არაერთ პლატფორმაზე არის საუბარი და ანუ პოზიციები მათი გამყარებულია იმისთვის რომ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ნახოთ სანამ საზაფხულო არდადეგებზე წავალენ ბელგიაში, ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში, როგორ დასრულდება ანუ ეს პოლიტიკური სეზონი, თუ რა ვიცი, ძალიან კარგი იქნება იას ოპტიმიზმი, ჩვენ მართლაც ვხედავთ შემოbrunებას რაღაცნაირად ზოგადად სიტუაციურად და ძალიან დიდი იმედია რომ ეს ყველაფერი მართლაც პოზიტიურ შედეგებს მოუტანს უკრაინასაც, ევროკავშირსაც და დემოკრატიული ძალები უფრო მეტად გაძლიერდებიან, რუსეთი კი გააგრძელებს დასუსტებას რეგიონში. უნდა გკითხო, მათ შორის ბოდიში პატარა გადახვევა, უნდა გკითხო ორბანის ყოფილ მოკავშირეზეც რაღაცა განცხადებები ვნახეთ ნატოსთან მიმართებითაც, რომ თითქოს აპირებენ რაღაც ალიანსთან მიმართებით ძალიან კრიტიკულები იყვნენ და ყოველ შემთხვევაში ზედაპირული განცხადებები იყო იმის თაობაზე, შესაძლოა განიხილონ კიდევაც ალიანსიდან გასვლის საკითხი. ხო, მაგრამ მეც სხვათა შორის ძალიან ვაკვირდებოდი ამ საკითხს და მინდა გითხრა, რომ რაღაცნაირად ვფიქრობდი ჩემს პლატფორმაზე, დამოუკიდებელ მედია პლატფორმაზე, ევროსკოპზე თქვა გამეშალა ეს თემა თუ არ გამეშალა, მაგრამ რაღაცნაირად რო წავიკითხე და გავეცანი სხვადასხვა წყაროებს ძალიან ანუ დიდად სერიოზულად ვერ მივუდექი ამ საკითხს, იმიტომ რომ არც გამოუწვევია ისეთი
თქვათ განხილვა ამ თემის, როგორც ჩანს, არ ვიცი ეს რაღაც იყო მოსინჯვა ნიადაგი სიტუაციურად თუ ეს იყო შიდა აუდიტორიაზე შიდა ხო თუმცა რაღაცა ამ მიმართულებით სხვათა შორის საუბარი არ წასულა განსაკუთრებით ახლა ნატოში დიდი მზადება არის სამიტისთვის ჩასული იყო ანკარაში ნატოს გენერალური მდივანიც და ფაქტიურად თვეზე ცოტა მეტი რჩება თურქეთი უმასპინძლებს ნატოს სამიტს და უფრო მეტად რაღაც ამ თემებზე არის კონცენტრაცია გაკეთებული თუმცა პერმანენტულად ბოლო პერიოდში ასევე თქვენს კარგად იცით რომ მუდმივად თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც არის ხოლმე საუბარი ტრამპიც უკმაყოფილო იყო ვიცით ხალხის ვეფხს ეძახის ნატოს აბა ესპანეთის გაგდებით იმუქრება და მთელი ამბავი კი და გუშინ ერთ-ერთ ზუსტად აღარ მახსოვს რომელ გამოცემაში ვკითხულობდი რომ შესაძლოა ტრამპსო ინიციატივაც კი კონდესო რომ წელიწადში ერთხელ აღარ გაიმართოს ნატოს სამიტებიო რომ არ არის ამის ასეთი ხშირად ჩატარების აუცილებლობაო თუმცა იცი არ ვიცი ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური დაკვირვება რაღაცნაირად თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონკრეტულად ტრამპის მხრიდან მოდის ნატოსთან მიმართებით რაღაცა სახის განცხადებები პირველი მერე შემდეგ ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მეტიუ ვიტეკერი სულ სხვა განცხადებებს აკეთებს და პირიქით ამბობს რომ ამერიკისთვის მთავარი არის და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ნატო და რომ ამერიკა არ განიხილავს თქვათ რაღაც ნატოს დასუსტებას, ნატოში არ ყოფნას და შემდეგაც პრინციპში ქმედებებით არ ხედავთ იმას, რომ რაღაცა წინააღმდეგობაში მოდიოდნენ და აქვე არაერთხელ გვისაუბრია იმაზეც, რომ მარკ რუტე თავის გამოჩენილი დიპლომატიით რაღაცა საერთო ენა აქვს გამონახული ტრამპთან და ისიც ახერხებს აი ამ კუთხეების ესკალაციას, ხო? ხო, ну ესაც იმის ნაწილია, რომ ტრამპის განცხადებები ყოველთვის არ უნდა გავიგოთ როგორც სიტყვით, მაგრამ არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა და არ უნდა აღვიქვათ არასერიოზულად. ის ამ განცხადებებს კონკრეტულ კონტექსტში აკეთებს, ესაც ну ცხადია და ბევრი ვინც თვალსადევნებს ამას ხედავს, რომ ეს უკავშირდება ირანში მიმდინარე პროცესებს და ეკაჩება რომ მეტი გააკეთოს ნატომ იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, თუმცა ამაზე ფეხს ითრევს თავის მხრივ. აი ამის შესახებ მინდა და ზუსტად მეც მეკითხა თამარ შენთვის, რომ რა მოლოდინებია რა განწყობებია, რა იქნება სამიტის ძირითადი გზავნილი, ანუ წინასწარ ხო არ ვიცით რამე, იმიტომ რომ უკრაინა ძველია, პირდაპირ საფრთხეა, ირანი, ასევე მიმდინარე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, რომელსაც ასევე არ უჩანს დასასრული როგორც უკრაინას და უკრაინა, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელიც ამდენი წელია უკვე ომში, ცხადია გამოწვევა არის ალიანსის ყველა ქვეყნისთვის, ხო? და ანუ რაღაცა სიახლეებზე უნდა იყოს წესით და რიგი. თურქეთს ექნება რაღაცა როგორც მასპინძელს პოზიცია ჩვენ ადრეც ჰქონდა, ხო, თურქეთის პოზიცია. ამაზე რამდენიც საუბრობდით ჩვენ და ბოლო დროს აღარ გვიხსენებია, რომ იგივე იქ ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში და იქ სამხედრო ახალ სისტემაში ინტეგრაციის ნაწილში თურქეთს ბევრი აქვს საფრთხელი და გასაკეთებელი. თამარს რა მოლოდინები? თამარ კი, აი დამასწარი ბექა თურქეთი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც ძალიან ისეთი პერიოდი როცა იყო ცხელი ფაზა ირანთან დაკავშირებით, მაშინ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ერთგვარ პრეს-რელიზში რაღაცნაირად ესეთი მესიჯი იყო, რომ თურქეთს სურსო ნატო სამიტზე რომელიც გაიმართება თურქეთშიო, იხილოს აი ზუსტად გიო შენ რაც თქვი, რაღაც კონკრეტული ნაბიჯების, ანუ დაფიქსირება, რომ ნატო იქნება მორგებული და ნატოში რაღაცა ცვლილებები იქნება ვითარებასთან მორგებულად. და ძალიან საინტერესო იქნება ეს, ასევე თქვენ ძალიან კარგად იცით, ორივე სწორედ ამ თემებზე მუშაობთ, მით უმეტეს სხვათა შორის მარკ რუტეს
დივნობის ასე პერიოდში ინფორმაცია ძალიან მინიმალურად გამოდის წინასწარ ნატოსგან და ზოგადად მარკ რუტეს არ უყვარს წინასწარ საუბარი კონკრეტულ რაღაც გადაწყვეტილებებზე ან დაგეგმილ ნაბიჯებზე, თუმცა ეს სამიტი რომ საინტერესო იქნება ფაქტი არის, თუ კი ჰააგის სამიტზე მაგალითად დღის წესრიგის მთავარი თემა იყო, რომ მშპ-ს 5%-მდე უნდა აწეულიყო თავდაცვაზე ხარჯები და ეს დღის წესრიგი შემოიტანა ასევე დონალდ ტრამპმა და მთავარი კონცენტრირება ამ თემაზე იყო და აქაც თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ როგორი გამოსავალი იპოვა ხო რუტემ რომ იმ 5%-ში უკრაინის დახმარებაც ჩადო ფაქტიურად რამაც უფრო გაუმარტივა იდეაში ქვეყნებს გაზრდა თავდაცვის დანახარჯების. ახლა უფრო სხვა გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა დაფინანსების გაზდაც მუდმივად აფიქსირებს მარკ რუტე, ახლა სხვა გამოწვევებია, რასაც ამბობთ, თვითონ ალიანსის შიგნითაც ერთი მხრივ თურქეთია, რომელიც სხვაგვარად უყურებს აბსოლუტურად თუნდაც ირანთან დაკავშირებულ მოვლენებს, აქეთ ევროკავშირის ქვეყნები არიან, რომელიც პარალელურად ალიანსის წევრი ქვეყნები არიან, რომლებიც ასე თუ ისე მაინც გაემიჯნენ და არ შევიდნენ ამ კონფლიქტში და იქეთ ამერიკა, რომელიც ბექა შენ როგორც თქვი, ამბობს და ქაღალდის რუსეთის მსგავსად ქაღალდის ვეფხვი უწოდა ნატოს, ასე რომ მე მგონი იცით როგორი შეგრძნება მაქვს რყევები ერთი პერიოდი ჩვენ ვნახეთ რყევები გეოპოლიტიკიდან და თუნდაც ამერიკის ქმედებებიდან გამოწვეული იყო ევროკავშირში. ახლა ჩვენ ხედავთ რომ რაღაცნაირად ევროკავშირი დასტაბილურდა და იწყებს თავისი ადგილის ალბათ ნაპოვნი აქვს, მაგრამ ამ ადგილის მორგებას და ადგილზე მორგებას იწყებს და უკვე რაღაცა გეზი აქვს აღებული და როგორც ხშირად ამბობებს სხვათა შორის ბრიუსელში ეს დიდი გემი, ამ გემის შემოტრიალებაო ასე ამბობენ ხოლმე. ძალიან დიდხანს მიდისო, მაგრამ როდესაც გეზი აქვს უკვე შეცვლილი და შემოტრიალება დაწყებულიო, ანუ ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანსო, ასე უყვართ ხოლმე ბრიუსელში თქმა და ჩემი აღქმით ბრიუსელიდან. ახლა ასეთი რყევები ეწყება ნატოს და მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ ეს რყევებიც დასრულდეს პოზიტიურად და ნატო აქედან უფრო გამოვიდეს გაძლიერებული და მართლაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მე მგონი, აი რა ვიცი, თქვენს თუ დამეთანხმებით, არ გაჩნდეს არავისთან კითხვის ნიშანი ან ეჭვი, რომ რეალურია თუ არა მართლაც მეხუთე მუხლი და სულ ბოლო პერიოდში ამაზე არის რაღაცნაირად ცინიკურად შეკითხვები ისმის, რომ აი გამოიყენებს თუ არა მეხუთე მუხლს ნატო, აი რომ მუდმივად არის საუბარი, რომ პუტინი ყოველ შემთხვევაში აქამდე ახლა მართლაც ისეთი დასუსტებულია, რომ რიტორიკაც რაღაცნაირად კი უნდა გატესტოს, მაგრამ მეორეა რამდენად ხო, მაგას ვამბობ, რომ მუდმივად ამაზე იყო ლაპარაკი, რომ აი გატესტავს, შეიძლება გატესტოს სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, თუმცა მე მგონი ხო შეიძლება ეს მოჩვენებითი ან ესეც რაღაც სტრატეგიული სვლა არის რუსეთის და კრემლის მხრიდან, მაგრამ ფაქტი ნამდვილად ისიც არის, რასაც ია ამბობდა, ჩვენ ხედავთ ეკონომიკურ უკუსვლას რუსეთში, ხედავთ რა ხდება და რიტორიკაც მართლაც ხედავთ, რომ შეცვლილი არის, ასე რომ თუ ამ რყევებმა უფრო გააძლიერა ევროკავშირი და უფრო გააძლიერა ნატო, ეს კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთს და აქ უკვე ალბათ ეხა შეიძლება შემდეგი გადაცემის თემა იყოს, უკვე საკითხი დგება მაშინ რა ძალას მოიკრებს თუ არა ძალას ჩინეთი და რაღაცნაირად ჩაინაცვლება თუ არა და გახდება თუ არა მართლაც საპირწონე ამერიკის ჩინეთი და რუსეთი გადაიწევს თუ არა მეორე პლანზე, ესე რომ ვთქვათ. სავარაუდოდ ეგრეც იქნება. ძალიან საინტერესო აქცენტით
დაასრულა თამარმა თავისი სპიჩი და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი ჩრდილო კორეაში და ირანის საგარეო საქმეთა მემორიალის გახსნა, ხო, კურსკში დაღუპული ჩრდილო კორეელების მემორიალი გახსნეს იქ და კვლავაც ესე იგი გააფორმეს ხელშეკრულება ურთიერთდახმარების თაობაზე და ნუ ის ნიუსი თუ ნახე უკრაინაში ნაალაფარი ბრიტანული და ევროპული და ამერიკული აბრამსებიც KSM-ებიც ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც ჩატანილი ქონიათ ჩრდილოეთ კორეაში. შესასწავლად ალბათ, ხო? ნუ არა მხოლოდ შესასწავლად, არამედ ანუ მოდიფიკაციას გააკეთებენ, ანუ ამ ტექნოლოგიებს ამოიღებენ, კი მართალი ხარ და გააკეთებენ რაღაც ჩრდილო კორეულ ანალოგს, ასე ვთქვათ, ანალოგი შეიძლება ხო რაღაცა. ჩრდილო კორეული აბრამსი. რაღაცა იქნება ესეთი. ხო, ეს ძალიან საინტერესო არის. მე თამარ კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან. რახან კარგად იცნობთ ან აი ამ ვითარებას და მოცემულობას როგორ რა ინფორმაცია გაქვს უფრო სწორედ რამდენად გრძნობენ თვითონ რუსეთის მოქალაქეები აი ამ ფინანსურ წნეხს ერთი და ომის გავლენას თვითონ რუსეთში აი და მანდედან გადავიდეთ გაწევაზე რაც დავაანე. ხო არ იცი რაღაცა აი იქაური პულსაცია როგორია. ხო, აი იცი რა ახლა რადგან რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდები ხოლმე ხშირად შენ. ხო, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდები, მაგრამ მე რომ მკითხო ახლა უფრო საინტერესოა აი გიომ რაც თქვა მოსახლეობის რეაქციები. და ვადევნებ სხვათა შორის თვალყურს, ახლა არ ვიცი ამ თემის შემოტანა ალბათ ძალიან დიდი თემაა და კიდე ის ძირითადი რაღაცა. არა, ხო, რაღაცა აი სრულიად მოცული იყო მთელი რუსეთი, ბლოგერი ქალბატონის ვიქტორია ბონიასი, რომელიც ცხოვრობს ნიცაში თუ მონაკოში, მისი მიმართვა იყო ვლადიმერ პუტინის სადმი პრობლემებზე და ერთის მხრივ მართლა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც არის, აი რომ საერთოდ არავინ არაფრის პატრონი რო აღარ არის და საერთოდ ვინ რას აკეთებს და ხალხი რა დღეში ცხოვრობს, მაგრამ სიტყვა არ უხსენებია ომთან დაკავშირებით და თითქოს ეს პრობლემა არ იყო, მაგრამ რა რეაქცია მოყვა პროპაგანდის მხრიდან, იქ სალავიოვი ჩაერთო, მარია ზახაროვა, ნუ საოცრება მოხდა, იმიტომ რომ გააშავეს თამარ გააშუქეს კი არა, მოხდა გააშავება, ხო? ანუ იცი რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ბლოგერი ქალბატონი თუ რა ვიცი რა დავარქვა, რომელიც მუდმივად რაღაც თან საკმაოდ პროპუტინისტი, რომელიც მხოლოდ რეკლამით იყო დაკავებული რაღაც ტანსაცმლის, კარგი ცხოვრების და ამით აკეთებდა ფულს, მე არ ვამბობ რომ ის გახთა რაღაცნაირად მას შეიცვალა თავისი აზრი. აქ ეს მაგალითი მოვიყვანე მხოლოდ იმიტომ რომ საოცარი რეაქცია მოყვა ხალხში, საოცრად აიტაცეს, აი გეგონება ელოდებოდნენ რომ ვიღაცას რაღაც ეთქვა და ყველამ დაიწყო ლაპარაკი პრობლემებზე. ოღონდ რა თქმა უნდა, ომის თემა საერთოდ დახურულია. მაგრამ იგულისხმება, მთელი ამბავი ეგ არის. ომის თემა დახურულია, კი, იმიტომ რომ სალავიოვთან ქონდა ამ ქალბატონს ჩართვა, ანუ ამაზე შეთავ. იქ ძალიან ესეთი სვეტსკი ბრჭყალებში რაზბორკები იყო ამ თემაზე და ძალიან საინტერესო სხვათა შორის უნდა ვადევნოთ რაღაცეებს თვალი თუ გვინდა რომ ვიცოდეთ იქ რა ხდება. ერთ-ერთი დეტალი რომელიც აი ამ ბონიამ ახსენა იქ ეს იყო პენსიონერი ბებიას როგორ წაართვეს მარჩენალი ძროხა და წაართვეს იმის გამო რომ რუსეთში გავრცელებული არის დაავადება, საქონლის დაავადება და მასობრივად საქონელს იღებენ და ხოცავენ, ხო? და ნუ რჩებიან ამ საქონლის გარეშე და ნუ შესაბამისად მთელი რიგი პრობლემები, მოკლედ ფასებზე აისახება ყველაფერი და ეკო საქართველოსაც არის და აი ეს პრობლემები ძროხა იყო ნახსენები როგორც საბაბი ეკონომიკურ ანუ ერთ-ერთი ეს იყო მაჩვენებელი იმისა რომ
მთელ რუსეთში უკიდურესად მძიმე ვითარება. საგარეო პოლიტიკა არა, საგარეოზე მხარდაჭერა იყო აბსოლუტური. რომ შიგნით ქვეყანაში ხალხი ძალიან ცუდად ცხოვრობს და ხალხს ძალიან უჭირს. ამიტომაც აგორდა პროპაგანდა და ამიტომაც დაიწყო პროპაგანდა მისი გაშავება, ხო? კი, ზუსტად მაგიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი, რომ თუ კი აი ამ საგარეო რაც შენ თქვი, საგარეო ფაქტორი პროპაგანდისტულად მოაყედინებთ ჩვენ კვერცხს იაფად, ხო? გარემ მტერთან იბრძვის რუსეთი და ეს ამ გარემ მტერთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდნენ და ეს დალაგებული ქონდათ. ამ ვითარებამ უკვე იჩინა იმდენად ეკონომიკურ და ადამიანების ცხოვრებაზე, რომ აი იქ უკვე ვეღარ მალავენ და ისეთი ამბავი ატყდა და აღმოჩნდა, რომ აი ზუსტად აი ელემენტარულად თავიანთ ცხოვრებაზე და მეორე სხვათა შორის ზუსტად ეს ინტერნეტის გათიშვაზე იყო დიდი ამბავი და არ ვიცი, ანუ ხალხი მაგას ძალიან ბევრი თავის სოციალურ ქსელებში და ბლოგებში ამბობდა, რომ საბჭოთა დროსაც არ ცხოვრობდით ასეო, ანუ ხალხმა მე არ ვიცი პროცენტულად რამდენი არის ეს და შეიძლება ჩვენ ახლა ესე მოწყვეტილად და ამოგლეჯილად ხვდებით რაღაც ინფორმაციას და სულაც არ არის ეს ბევრი და ჩვენ შეიძლება გვაქვს შეგრძნება, მაგრამ ფაქტი არის, რომ უკვე ხალხიც ვეღარ ჩუმდება რაღაცეებზე. მაგრამ ტაბუირებულია მაინც აი ეს საგარეო საკითხები და ომის თემა არის ტაბუირებული, მაგრამ ის რომ ძალიან ცუდად ცხოვრობენ, ის რომ მოწყვეტილი არიან სამყაროს და ელემენტარულად. იცი რა, ეგ რომც არ ახსენო. ამაზე დაიწყეს საუბარი. ეგ რომც არ ახსენო, ნომი გასაგებია, ანუ ამას ყველა ხვდება, რომ საუბრობენ ძროხაზე, მაგრამ გულისხმობენ იმას, რომ ტანკების წარმოების გამო და ეკონომიკის დანარჩენი სექტორები ჩამოიქცა. და ასე შემდეგ, ანუ ის რომ ეს ყველაფერი ომს საბოლოოდ მიდის ომამდე, ანუ მსჯელობაში მიდის ეს ომამდე და ეგეთი ტაქტიკა ბევრი ცდილობს ამ. იგივე ირანში იყო ეგეთი ტაქტიკა რა, პირდაპირ არ საუბრობდნენ, თავისი სახელით არ საუბრობდნენ რაღაცებზე, მაგრამ ქვეტექსტი უნდა იგრძნობოდეს და ახლა როგორც თქვენ თქვით, უკვე ამ ქვეტექსტის დევნა დაიწყეს, ხო? ანუ რაღაცა ეკონომიკურ პრობლემებზე, ფასებზეც აღარ უნდა ილაპარაკონ. ხო, ის ვახსენე, რომ აქ ჩვენ შეგვიძლია, რომ ოთხლარად უყიდოთ კვერცხი და ესე გავუგზავნოთ. ჩვენთან ვერ გაუგზავნე, იმიტომ რომ ხორცი იქიდან შემოდის. ფასები ხო მცირდება ჩვენთან, ეს უნდა ვაცნობოთ. მე ესე მგონია რომ უნდა ვაცნობოთ. კაი, მე მგონი ცოტა დრო დაგვრჩა. რამდენიმე საკვანძო თემას ძალიან მოკლედ შევეხოთ, გიორგი, რა სიტყვი, ანუ ირანის ამბავი მიმოვიხილოთ, მოკლედ. პრინციპში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთი რამ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ რომ არის ბლოკადა რა. ანუ ეს პაუზა, რომელიც სადაც ათვლა ირანის რეჟიმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ცალსახად, ვინც არიცით, ანუ ერთი ძირითადი პრობლემა ის არის, რომ უკვე რეზერვუარების მოცულობა ეწურებათ, ამაზე დიდი ამბავია ახლა მსოფლიოში. რეზერვუარების მოცულობა უკვე ლიმიტს აღწევს, აქ იგულისხმება ნავთობის მოპოვება, ექსპორტი, რაც ირანის ძირითადი შემოსავალია და რატომაც ხდება ამერიკის მხრიდან ეს ბლოკადა პორტების, ფაქტობრივად ბომბის ჩამოგდების გარეშე ისინი ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში აგდებენ ირანის ეკონომიკას, იმიტომ რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, ან უნდა წავიდნენ რაღაცა ტიპის შეთანხმებაზე, ან ნავთობ ინდუსტრია სერიოზული რისკის ქვეშ არის. ტექნიკურ საკითხებზე ვკითხულობდი, თუ ანუ მათ გადაევსებათ და ვერ გაიტანენ, მოუწევთ რომ გააჩერონ ჭაბურღილები და ვერც გააჩერებენ, დააკონსერვებენ, ეს ნიშნავს, რომ მოპოვების პროცესი არის შენელებული ჰორმუზიდან. რახან დაკეტილი არის და ბლოკადის ქვეშ არის, იქიდან არ ხდება ეს ყველაფერი, ჩინეთიდან ვერ შემოაქვს შესაბამისი მოცულობის სათავსოები, რათა ეს ნავთობი მატარებლებით ეზიდებიან, მხოლოდ ამ ეტაპზე, მაგრამ ის არ არის დიდი მოცულობა. იმიტომ რომ ძალიან ეს არის, რა ქვია, დროში გაწელილი პროცესი არის და რეალურად სერიოზული პრობლემა ექმნება. ანუ ირანის ეკონომიკა ისედაც ჩამოშლილი იყო აქამდეც, ხო? ანუ ამ ეკონომიკური პრობლემების გამო გამოვიდა ხალხი ქუჩაში და მივიღეთ სადღაც 40,000 დახვრეტილი ადამიანი ქუჩებში, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ესეთი ცნობები ვრცელდება ამ თემაზე და ახლა ნავთობის თემა არის, კუბოში ლურსმნის. ხო, ანუ ეხლა ამ შემთხვევაში
ჩვენ ხო საუბრობთ რეჟიმის გადარჩენის შესაძლებლობებზე და ეს უკავშირდება პირდაპირ თან ამ პროქსებს, ჰეზბოლას, ჰამას, ანუ ეხლა მოკლევადიან პერსპექტივაში მათ ჭირდებათ ფული იმისთვის რომ თავი ირჩინონ, იმ თავის დაქირავებულ თანამშრომლებს ფული უხადონ, ხო? IRGC იქნება თუ სხვა დანაყოფები და არ დაგვავიწყდეს ხალხი, რომელიც ირანში შეიყვანეს. ისინი იგივე ერაყიდან, იგივე ავღანეთიდან ალბათ მეტნაკლებად ვინც თვალსადევნებს იცის, შიდა უნდობლობიდან გამომდინარე გარედან შეყავთ ჯგუფები იმისთვის რომ სისტემაც აკონტროლონ, ამ პროქსებს შიგნითაც იყენებენ ამის თქმა მინდა და ხალხიც დააშინონ რომ ქუჩაში გამოსვლის პრევენცია მოხდეს, იმიტომ რომ ეგ უკვე გამოიყენეს იგივე იანვარში, ბევრი ესე შესული ჯგუფები ესროდა ხალხს მაშინ და ახლაც იგივე ტაქტიკას მიმართავენ, მაგრამ იმაც ჭირდება ფული. იმ ჰეზბოლას და ჰამასაც ჭირდება ფული და იმ ჰუსიტებს რომ შეინარჩუნონ მათი სისტემა და ლოიალობა და ჩვენ დავჭირდება ალბათ შემდეგ გადაცემებზე ჩვენი მიხეილ ხეცოიძე. მიშა ჩაგვერთვება შემდეგ ჯერზე, იმიტომ რომ იქ ჰეზბოლასთან ძალიან მძიმედ მიდის შეტაკებები, ჰეზბოლამ დრონები გამოიყენა ისრაელელი ჯარისკაცების წინააღმდეგ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რაღაცის გადაჭერა ვერ მოხდა. ხო, აი დრონებზე რადგან მივედით, ერთ-ერთი თემა, რასაც მინდა რომ შევეხო მოკლედ, ძალიან ეს არის, რას აკეთებს ამ შემთხვევაში ირანის რეჟიმი, რომელიც ძალიან დაგსაქსულია, ტრამპი ამაზე ფეხს ძალიან მწარედ აჭერს თან და ამბობს, რომ ვის ველაპარაკო, საერთოდ ვინ ხართ, არ ვიცით, ვერ იდენტიფიცირდებით. იქ რამდენიმე საკვანძო ფიგურა იყო, რომელიც ჩააჩვენეს ეს მაგალითად ეს იყო პარლამენტის სპიკერი ღალიბაფი, რომელიც ჩახსნეს მოლაპარაკებებიდან, რომელიც ისლამაბადში წინა რაუნდში იყო. იდეაში აბას არაღჩიზე უფრო მეტად პრიორიტეტული ტიპი, ის საერთოდ გაწიეს. ახლა დარჩა არაღჩი, რომელსაც თვითონაც რაღაცა კრიზისები ჰქონდა, იქ დიდი უნდობლობა იყო მის მიმართ, ამაზე წინა ეპიზოდში საუბრობდი და ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან საინტერესო კადრები ვნახეთ, რომ ის უკვე ჩავიდა მოსკოვში, იმის ნაცვლად რომ ჩასულიყო ისლამაბადში და იქ მორიგი რაუნდი გამართულიყო. ეს რაუნდი ჩაიშალა, მათ რაღაც ახალი წითელი ხაზები დააწესეს, ვითომ რომ აჩვენონ წინააღმდეგობა და ის რომ თითქოს იმარჯვებენ, თქვეს რომ ჩვენ ბირთვულ საკითხს საერთოდ არ განვიხილავთო. თუმცა მანდ ერთი დეტალი არის ბოდიში რომ ჩაგეჭერი, აი აქ 400 კილო 60%-მდე გამდიდრებულ ურანიუმზე არის საუბარი, ხო? მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა არის ვინ წაიღებს და მათ შორის არის რუსეთზე საუბარი, რომ ხო არ წაიღოს ეს ყველაფერი რუსეთმა შესანახად. ანუ ხო, ეგ არის ხვალ და ზეგ, მაგრამ დღეს არსებულ კრიზისში ირანის რეჟიმს ჭირდება პირველ რიგში რომ გადარჩეს და ალბათ მე ესე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ეს არის და ეს გამოჩნდა საჯარო განცხადებებშიც, იგივე პუტინის განცხადება იყო რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენ მოძმე ირანელ ერს და ირანის სახელმწიფოს გვერდში დაუდგეთ, მაგრამ აქ მე ერთი პატარა ცოტა სარკაზმი მინდა შემოვიტანო ერთი ამბის სახით, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ასევე ვითარდება, ეს არის აფრიკის კონტინენტი და ვინც არიცით, გეტყვით რომ რუსეთის აფრიკული კორპუსი ძალიან კუდამოძუებული გამორბის მალის რესპუბლიკიდან, სადაც რაღაც ამბოხება მიდის სერიოზული, ფაქტობრივად თავდაცვის მინისტრი მოკლეს. თავდაცვის მინისტრი მოკლეს და რამდენიმე ქალაქს უკვე აკონტროლებენ ამბოხებულები. ტუარეგებმა დრონებით შეუტიეს რუსების კი, ასევე რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს და ამაზე ეს დიდი თემა, ამის გაშლა ეხა შორს წაგვიყვანს, დრო გვიმთავრდება. თუმცა აქ არის ერთი საკვანძო ამბავი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი პარტნიორი, გარანტორი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების და სისტემის სიმყარის იყო ვაგნერი, იყვნენ რუსული, რომელსაც შემდეგ უკვე გადაერქვა სახელი და უწოდეს რუსული აფრიკული კორპუსი და ეს ხალხი კადრები რომ ნახოთ, აი მართლა სხვა არაფერი ქვია, რაღაცა კუდამოძუებულები, როგორ ტოვებენ იქ საკუთარ ბაზებს და შემდეგ უკვე იქ შედიან ეს ამბოხებულები, რომლებიც თავის მხრივ კაი ტიპები ბევრი არ არიან, იქ ზოგადად ძალიან არეული სიტუაცია, იქ რაღაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფებიც კი არიან, ხო, ნუ ეგ თემა მოკლედ შორს წაგვიყვანს. იმის თქმა მინდოდა რომ სირია ვნახეთ ახლა ამ შემთხვევაში უკვე მალი, მანამდე კიდევ არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა თავის პარტნიორებს, იგივე სომხეთის და აზერბაიჯანის ამბავი გავიხსენოთ, სადაც უბრალოდ
შეშფოთება გამოხატა. ირანს ჰქონდა მცდელობები, ვიდრე დაიწყებოდა ეს სამხედრო კამპანია, რომ მიეღო რუსეთის მხარდაჭერა, იქ რაღაც წვრთნების ჩატარებაზე იყო საუბარი. აზერბაიჯანთან პირდაპირ ბოდიში და კომპენსაციების გადახდა საჯაროდ. იმის თქმა მინდა, რომ ისინი პარტნიორებთან, როგორც წესი, ხო ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ გვცალია დაახლოებით მაგ პოზიციაში არიან და დიდი ალბათობით ირანის შემთხვევაშიც ეგრე მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ადგილგრძელობები პუტინმა იქ თქვა, რომ ხო ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სიტუაცია დეესკალაციამდე მივიდა. დეესკალაციამდე უნდა მივიდა. ან ფაქტობრივად არაფერს არ დაპირებია ისეთ განსაკუთრებულს და არ არის ლოგიკა არ იძლევა ამის თქმის საშუალებას, რომ იქიდან რაღაცა დიც უნდა ელოდოს ახლა ირანის რეჟიმი. შესაძლოა რაღაც იარაღის მიწოდებაზე იყოს საუბარი, კასპიის ზღვის გავლით, ამაზე არის საუბარი და მანამდეც ხდებოდა, თუმცა ეს ვერ იქნება რაღაცა გარდამტეხი. მოკლედ რუსეთს თავისი გაჭირვებია და რაღაცა ორი ლუზერის შეხვედრას გავდა ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად. იმედი მაქვს, რომ ესეც წავა საქმე. დაველოდოთ და შევაფასოთ. თავარია რომ ბრიუსელი არის ჩვენთან ერთად, ვაშინგტონი იქნება ჩვენთან ერთად. რადგან იერუსალიმიც იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემებს გავშლით კიდევ. რადგან ვახსენეთ და დავპირდით მაყურებელს, ხომ არ დაამატებ ორ წინადადებას მობილიზაციის ნაწილზე და დავასრულოთ. არა, მე ვფიქრობ, რომ ამოვწურეთ ჩვენ ახლა დღევანდელი ერთი პატარა ფრაზა არის ის, რომ თანხა ან 5,000-დან 45,000 დოლარამდე არის საკმაოდ მოცულობითი და ძალიან ბევრ ოჯახში არის დგას ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურად რუსეთში. კონტრაქტის გაფორმება და ფრონტზე წასვლა, მაგრამ ახლა ვეღარ მოვასწრებთ ამ ყველაფრის გაშლას და შემდეგ გადაცემაში გავშალოთ სიამოვნებით. გამოგვიწერეთ, დაგველოდეთ, კვირაში ერთხელ ჩვენ ვიკრიბებით თბილისიდან ესეთი ჩვენ გვაქვს ესეთი თანავარსკვლავედი. ნახე როგორი ის ვიყავი, რა ქვია, არათაუნდაბარი. ბრიუსელი ხშირ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები როგორც დღეს იყო ია წარმოდგენილი, ისრაელიდან მიხეილ ხეცოიძე გვერდება ხოლმე და აქვე დავაანონსოთ, რომ ჩვენ ინტენსიურად გვექნება ჩართვები უკვე პოლონეთიდანაც, სადაც რატი წაგვივიდა, აქ სამნივის ხედით ხოლმე, მაგრამ ახლა რატი გადავიდა ძალიან საინტერესო მისიით პოლონეთში და ამის შესახებ უკვე თავად მოგვიყვება შემდეგ ეპიზოდში. დაელოდეთ, გამოგვიწერეთ და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ეს პროექტი არსებობს. ეს არის ბოლო სიტყვა ნახვამდის. დროებით შეხვედრამდე.